გელასეფაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად 1996 წლიდან მუშაობს. თუმცა მან დღემდე არ იცის, რატომ გახდა საჭირო მესამე საჯარო სკოლის დემონტაჟი. ყვარლის მესამე საშუალო სკოლის დემონტაჟთან დაკავშირებით მე წაღანაც მოვახსენეთ, საქმის კურსში არ ვართ ის პროცედურები, როგორ გაიარეს დემონტაჟთან დაკავშირებით, რაც შეეხება დემონტაჟს. მის შემდგომ მე ვიცი, რომ დაგეგმილი იყო ორი სპორტული მოედნის მოწყობა თავისი ტერიტორიის კეთილმოწყობით. მათ შორის ერთი სპორტული მოედნის ღირებულება ხელოვნურ საფარიან მოედანზეა საუბარი 80,000 ლარს შეადგენდა. ყვარლის მესამე სკოლის დემონტაჟი კახეთის განვითარების პროექტის ფარგლებში გასულ წელს მოხდა. აქაურები ამბობენ, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაში არ იყო და დანგრევას არ საჭიროებდა. მოსახლეობის თქმით, სკოლის დანგრევის შემდეგ მოსწავლეებს რამდენიმე კილომეტრის მანძილზე სხვა სკოლაში უწევთ სიარული. ტრანსპორტებით დაყავთ მშობლებს. ზოგჯერ უჭირთ ბავშვის წაყვანაც სკოლაში. ამისათვის ხან აცდენენ კიდეც სკოლას მოსწყვიტეს ძალიან ასე ვთქვათ, ბოგირის უბანქვია, ბოგირის ტერიტორიას ეს სკოლა. არ უნდა დანგრეულიყო ეს შენობა, იმიტომ რომ ყვარლის რაიონში რამდენადაც მე ვიცი 62 ადამიანია ოჯახია, რომელიც უსახლკაროა და ეს ადამიანები ითხოვენ ელემენტარულ თავშესაფარს, მცირეწლოვანი ბავშვებით რო არიან და ქუჩაში ცხოვრობენ პრაქტიკულად, იმიტომ რომ ვიღაცას არიან შეკედლებულები და ჩემი აზრით შეიძლებოდა ეს შენობა გამოყენებულიყო თუნდაც აი ამ დატვირთვით. სკოლის დემონტაჟს აპროტესტებენ საკრებულოშიც. აქ ამბობენ, რომ შენობა კონკრეტულ პირზე გაიყიდა და თანხა არამიზნობრივად გაიხარჯა. დაანგრიეს ეს შენობა, აბსოლუტურად თითქოს უნდა აშენებულიყო და გაკეთებულიყო საცურაო დახურული ბასეინი, რომელიც დღესაც ალბათ პროექტიც კი არ არსებობს ამისი. დაინგრა შენობა და ამ შენობის მე არ ვიცი ვინ იყო მყიდველი ამ შენობის, მაგრამ სამშენებლო მასალები თუ კი რაიმე გამოირჩა, სულ ყველაფერი მოსახლეობაზე გაიყიდა და ხალხზე გაიყიდა ეს ისინი. ფაქტიურად ვფიქრობ, რომ რაიონის ბიუჯეტი დაზარალდა. ტერიტორიას, რომელსაც კადრში ხედავთ, ყვარლის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლას ეკუთვნის. აქ შენობა იმის გამო დაანგრიეს, რომ სპორტული ღონისძიებებისთვის მოედანი მოეწყოთ, თუმცა დღემდე ტერიტორია ცარიელია. სპორტ კომპლექსის ასაშენებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 80,000 ლარი უნდა გადმორიცხულიყო, მაგრამ არჩევნების შემდეგ ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა.